გამარჯობათ მეგობრებო, მამულიშვილნო, მივესალმები სრულიად საქართველოს, ყველა მამულიშვილს საქართველოსა და ემიგრაციაში. ჩემ ლაივ ჩატს ვიწყებ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ჰიმნით და შემდეგ გავაგრძელებ ჩემ ჩარტვას. თანამემამულენო, გუშინ შაბათს თბილისში პირველ საათზე ჩატარდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველოს სხდომა, სადაც მიღებული იყო ლეგიტიმური საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ უდიდესი დადგენილება 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტის შემდეგ. ეს დადგენილება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რამე თუ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ სამოქალაქო პოლიტიკურმა გაერთიანება მრგვალი მაგი და თავისუფლებული საქართველომ საქართველოს სახელმწიფოს რელიგიად გამოაცხადა მართლმადიდებლობა. თქვენ გახსოვთ 1991 წლის 7 ივნისს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიერ ინაგურაციაზე წარმოთქმული სიტყვა, რომ საქართველოს სახელმწიფოს რელიგიად მართლმადიდებლობა უნდა გამოცხადდეს.